ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღე საქართველოს 21 ქალაქში აქციით აღინიშნა. არასამთავრობო სექტორის, მედიის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. აქციაში მონაწილეებმა ნებისმიერი სახის ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმეს. დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანი არის ალბათ იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების პასუხი იმ ძალადობაზე რომელიც ქალთა მიმართ ხდება. ფაქტია ისიც რომ ამ ძალადობას აქვს თავისი წინაპირობა ნებისმიერ საზოგადოებაში არის ძალადობის ფაქტები, მაგრამ ძალიან დასანანია რომ ეს ძალადობა ხორციელდება მანდილოსნების მიმართ და ეს უფრო ოჯახური ძალადობა არის. ამიტომ ჩვენ ამ აქციით დღეს პასუხს ვეუბნებით რომ არა ძალადობას არა ოჯახი ერთმანეთის ჩაგვრას. სახალხო დამცველი დღეს დაგეგმილ აქციას შემოუერთდა. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ქვეყანამ აღიაროს ის პრობლემა, რომელი პრობლემაც ჩვენს ქვეყანას ახასიათებს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფომ ებრძოლოს ყველა იმ ეფექტური მექანიზმებით ქალთა მიმართ ძალადობას, რომელიც შეუძლია რომ გამოიყენოს. ახალგაზრდა სოციალისტებმა ძალადობა მინი თეატრალური წარმოდგენით დაგმეს. 2014 წლის მონაცემებით ძალადობის შედეგად 25 ქალბატონია გარდაცვლილი. დღესვე აქციის მონაწილეებმა პეტიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე გააგზავნეს. დღეს საქართველოს 21 ქალაქი აპროტესტებს ძალადობას ქალთა მიმართ, ოჯახზე ძალადობას და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერ ძალადობას, რაც კი შეიძლება ქალთა მიმართ იყოს განხორციელებული. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით დღეს ჩვენ და არ ვაპირებთ რა თქმა უნდა გაჩერებას. ჩვენ გვაქვს პეტიცია, რომელსაც დღეს ხელის მოწერებს დავიწყებთ. შესაბამისად გვაქვს შეკითხვები, ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გვაქვს შეკითხვები პარლამენტთან, მთავრობასთან და გვაქვს პუნქტობრივად ჩამოყალიბებული თუ რას ვითხოვთ ჩვენ, რა მოთხოვნები გვაქვს, რომ რა უნდა შეიცვალოს დღეს სამართლებრივად საქართველოში. ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა 21-ვე ქალაქში ერთი იყო: ქალთა უფლებების დაცვა და არა ძალადობას.